მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98 და 5-ზე რადიო სივრცეზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ჩვენი გამოშვების მეორე სეზონი ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, თუ რა საკითხების და გამოწვევების წინაშე დგას საკანონმდებლო ორგანო. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი და ჩვენი მთავარი თემა, რაზეც გვინდა რომ ფოკუსი გავაკეთოთ, იქნება ერთგვარი გადატვირთვის ფაზა შიდა და გარე პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით უკვე თუ როგორ მიმდინარეობს, ვინაიდან იცვლება გარკვეული ფაქტორები და გარკვეული მდგენელები, ხო? ჩვენ ნახეთ პირველ რიგში გუშინ წინ აღინიშნა ქვეყანაში ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც დაწესდა 17 მაისს. 17 მაისი უახლეს საქართველოს ისტორიაში იქცა ზიზღის, სიძულვილის, განხეთქილების, პოლარიზაციის კვინტესენციად შეიძლება ითქვას. ეს დღე იყო უკვე პრაქტიკულად დიდი ხნით ადრე ანონსდებოდა მოლოდინი, თუ აბა აი ამ წლის ვერსია რანაირად იქნებოდა, ჩვენ ეს ვნახეთ ხელისუფლების განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, ვინაიდან ქვეყანაში რახან ეს ავტორიტარული რეჟიმი შეიცვალა დემოკრატიით, ბუნებრივია, რომ როგორც ყოველგვარ დემოკრატიაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს ყველა, მათ შორის აი ესეთი ექსტრემისტული ჯგუფები, როგორც შეიძლება ითქვას, რა ფუნქციასაც და როლსაც ასრულებდა საქართველოში აი ეს ადამიანები, რომლების თავარი და ერთადერთი დღის წესრიგი იყო ხოლმე, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ უმცირესობის უფლებები და უნდა ვებრძოლოთ ჰომოფობიას. აი ეს ბრძოლა ერთგვარი, ხო, მართლაც ბრძოლად გადაიქცა და ეს ბრძოლა იყო შემოთავაზებული ფორმატი, თუ აი ესე ვთქვათ, აი ყველა საშუალებით მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას და ყველა საშუალებით აი ეს უნდა იყოს დღის წესრიგში მოტანილი, იმიტომ რომ არსებობენ უმცირესობები და ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი და გახდა სპეკულაციის საგანი. ჩვენ ნახეთ წინა განვლილ წლებში თუ ეს რას იღებდა. ბუნებრივია ეს იწვევდა საპირისპირო მუხტს და აი ეს ვითარება იყო უკონტროლო. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ეკლესია, რომელმაც როგორც სხვათა შორის აღარ წავალ ღრმა ისტორიულ ექსკურსში, მაგრამ წინა საუკუნეების მანძილზე ასრულებდა ამ ერთგვარ შემდგებლურ ფუნქციას. აი ეს რაღაცაერად ველური ასპარეზი, სადაც ხდებოდა ძალების შეჯახება, რომელიც იყო გაჟღენთილი აი ამ პროვოკაციით პირველ რიგში და მე პირადად მაქვს ამის მტკიცებულებები თუ როგორ ხდებოდა ეს. მოაქცია ერთგვარ იმ კულტურულ და შეიძლება ითქვას სახელმწიფოებრივ ჩარჩოში, რომ აღარც ჩვენ გვენახა ერთგვარად ეს შეტაკებები და ეს რაღაცა უკონტროლო პროცესები და მეორეს მხრივ რაღაცნაირად გადაეფარა ის აბსოლუტურად დესტრუქციული და მავნე დღის წესრიგი, რომელთაც ხდებოდა სპეკულირება ძალიან მგრძნობიარე თემებით, რომელიც ეხება მართლა კონკრეტულ ადამიანებს, რომლებთანაც ხშირად არის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აი ამ ფორმის ეგრეთ წოდებული უფლებადაცვითი საქმიანობა მხოლოდ უარეს შედეგს იძლეოდა და ბუნებრივი იყო მის უკან გამოსჭიროდა პოლიტიკური ინტერესი. დღეს მთავარი არ არის ხოლმე ვიღაცის უფლების დაცვა, არამედ მთავარი არის ხოლმე რომ აი ეს უფლებადაცვითი პროცესი იქცეს პოლიტიკურ დღის წესრიგად. სხვათა შორის იგივე ვხედავთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ თვითონ რომ ეძახიან რაღაცა სინდისის პატიმრებს, იმიტომ რომ ეს არიან კონკრეტულ წინააღმდეგობის პროცესში დაკავებული ადამიანები, რომლებიცაც ედავებიან სხვადასხვა კანონდარღვევას და ეს პროცესი მიდის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირიქით ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში და მათ უნდა შექმნან ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მერე ეხმარება აი ამ საპროტესტო თუ ოპოზიციურ ჯგუფებს თავის დღის წესრიგის შედგენაში და სპეკულირებაში, ხო, თორე მიზანი რომ მხოლოდ ის იყოს, რომ იცი რა არის ციხეში ვიღაცა ადამიანები არ იყვნენ, დიდი ხნის წინ დასრულდებოდა ეს წინააღმდეგობა და დაიწყებოდა ახალი ფაზა, მაგრამ ამიტომაც ჩვენი გადაცემა ეძღვნება ამ გადატვირთვას და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გარკვეული აღიარებებისა, რომელიც არ არის, ანუ არ აქვს აბსოლუტურად რადიკალურ ჯგუფებს ეს აღიარება ჯერჯერობით არ აქვს, როგორც ადრე ლაპარაკობდით, ეს გარდაუვალი, ანუ დროის განსვლელობასთან ერთად ეს ახალი რეალობა, რომელიც თქვა თუ რამდენიმე თვის წინ რაღაც ნაწილს გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობას, მაგრამ ყველას არ ესმოდა, იღებს ისეთ კონტურებს, რომ მისი ნიველირება და იგნორირება შეუძლებელი ხდება, ხო? და არის რაღაცა ნიშნები იქნება, როგორც არის ხოლმე ცნობილი ინტერნეტ ხუმრობაში. და ეს ნიშნები არის, რომ
ეს ერთგვარი საგარეო იზოლაცია თანდათანობით ჩვენ ხედავთ იმ ბზარებს, რომ აღარ არსებობს და ხდება ეს მეტნაკლებად აღიარება ვიზიტების დონეზე, დელეგაციების დონეზე, ურთიერთობების დონეზე და ჩვენ ეს პროცესი იქნება შეუქცევი და მიიღებს უფრო და უფრო მკვეთრ გამოვლინებებს და ეს ბუნებრივია აისახება ქვეყნის შიდა პროცესზეც, ხო? ანუ ეს რაღაცა მორალური მდგომარეობა იმ ძალის, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს და ეუბნება, რომ არიან ისტორიის სწორ მხარეზე ბჭყალებში. ეს ხდება აი ამ მათი ერთგვარად ნარატივის რღვევა. ჩვენ ხედავთ გადატვირთვის პოლიტიკას საერთაშორისო ურთიერთობებშიც, იმიტომ რომ უკრაინის კონფლიქტი არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი და აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, რომელიც შეიძლება არც გამოვიდეს საბოლოო შედეგი ეს თვალსაზრისით, ჩვენ მაინც ხედავთ, რომ ის ახალი სამყარო, რომელსაც დაიწყო ფუნქციონირება და ძველი წესრიგი ნანგრევებზე, იღებს გარკვეულ ესე ვთქვათ კონტურებს, ხო, იქ ჩანს ნიშნები იმისა, რომ ლაპარაკია ახალ შეთანხმებაზე, ხო, რაღაც სხვანაირ მდგომარეობაზე. რაც თავარია ლაპარაკი არის სამშვიდობო პროცესზე, რაც გულისხმობს მხარეების მიერ ერთად დაჯდომას. ანუ ის რაც ვიღაცების სურვილია რომ მოხდეს ერთგვარი ნიუნბერგის პროცესი, რომ გაიგივდეს რუსეთი და ფაშისტური გერმანია და რომელიც უპირობოდ უნდა დამარცხდეს, შემდეგ უნდა სადღაც გასამართლდეს, ეს მსოფლმხედველობა კვებავს ქვეყნის ჩვენთან შიგნითაც რაღაც ადამიანების სენტიმენტებს. რომ აღმოჩნდა რომ თანამედროვე სამყაროში ესე აღარ მუშაობს. ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროში, როდესაც ატომური სახელმწიფოები შეიქმნა, აქ უკვე ეს წესები აღარ მუშაობს და აღმოჩნდა რომ საჭირო არის ისეთი მულტიპოლარული მსოფლიოს მოდელის შემუშავება, სადაც მოხდება ეს ერთგვარად ბალანსი და გათანაბრება. ამითი სამყარო უბრუნდება გარკვეულწილად, უბრალოდ თანამედროვე ატომურ ეპოქაში იმეორებს ერთგვარ ვესტფალიურ პრინციპებს, ხო, როდესაც ბალანსი იყო მთავარი ამოსავალი წერტილი საერთაშორისო უსაფრთხოების მაშინდელ ცივილიზაციურ ნაწილში. ამით დავიწყოთ პირველ რიგში ამ ვითარების შეფასებით, მე ცოტა ეს გამიგრძელდა შესავალი სიტყვა ნიკა. შენ როგორ უყურებ დღეს მიმდინარე პროცესს აი ამ ჭრილში? მოგესალმები გურამ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ძალიან საინტერესო მრავლისფორმცველი შესავალი გქონდა. პირველი მე რაც მინდა თქვა, ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოს გადმოსახედიდან და მსგავსი, ასე ვთქვათ, მცირე მასშტაბის ქვეყნების მთავარი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში გადარჩენა და შემდეგ კეთილდღეობაზე ზრუნვა, იმიტომ რომ ძალიან რთული ვითარებაა მართლა შექმნილი მსოფლიოში, ყოველგვარი უტრირების გადაჭარბების გარეშე, ხო, მეორე მსოფლიო ომის მერე ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში დაპირისპირება არავის არ ახსოვს და ეს ძალიან მტკივნეულია სამწუხაროა. რა ვიცი, ათასობით ადამიანი იღუპება მართლა ყოველ კვირეულად და ეს ომი უკვე გრძელდება აგერ, ხო? და დასასრულსაც ვერავინ ვერ პროგნოზირებს როგორი შეიძლება იყოს. აი დღეს დავალოდოთ, იქნება სატელეფონო საუბარი ტრამპს და პუტინის შორის, რაც მისასალმებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ რაც მეტი დიალოგი იქნება და საუბარი და მოწოდებები მშვიდობისკენ, ეს მხოლოდ მისასალმებელია და იქნება მართლაც დასრულდეს ომი. ეს არის რეალობა. ნუ ჩვენ საბედნიეროდ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ვახერხებთ არა მარტო იმას, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, გარდა ამისა საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ძალიან კარგად ვითარდება, ევროპაში მოწინავეა ქართული ეკონომიკა და ის რაღაცა ამავე დროს ცდილობები ქვეყნის ჩამოშლის, ინსტიტუციების ჩამოშლის, ეს პროცესიც ოპოზიციას არ გამოუვიდა და ნელა-ნელა რა უკვე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვეულებრივად ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მუშაობს, რამდენიმე წუთით იკეტება მხოლოდ რუსთაველის გამძირი და ახლობთ 250 ადამიანი ამას აკეთებს, მე ამის აზრს საერთოდ ვერ ვხედავ, რატო აკეთებენ ამას. ნუ რაღაც ეპიზოდური აქციები იმართება, თუმცა მთლიანობაში მოდის ზაფხული, ძალიან კარგ ტურისტულ სეზონს ველოდები, მე ისედაც ბევრი ტურისტია უკვე ქვეყანაში და ზაფხულში კიდევ უფრო მეც ველოდები. მოკლედ ამ ეტაპზე მადლობა ღმერთს საქართველოში არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ხო, მაგრამ ლაპარაკი არის ეს, ანუ მე როცა ვლაპარაკობ, მე რომ დრო გადის, ჩვენ ვიცით რომ ოქტომბრის დასაწყისში იქნება არჩევნები. ეს არჩევნები არის დაანონსებული და ბუნებრივია რომ
როგორც უახლესი მოვლენა, ყველაფერი მიმდინარე პროცესი სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, ხო? დღესდღეობით ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიციას თავის დღის წესრიგი არ აქვს, ოპოზიცია რუსთაველის გამზიზე წარმოდგენილი არ არის, ის რაღაც აქტივისტი და ვიწრო ესეთი რადიკალური ჯგუფი ამ ეს თქვა პროტესტს შესრულდა და უკვე რაღაცა ყოველდღიურ რიტუალად იქცა, პოლიტიკური რიტუალის მხილველები ვართ ჩვენ, რომელსაც მართლაც არავინ ხელს არ უშლის და მართლაც საღამოობით რაღაც ერთ საათის განმავლობაშია ეს აქტი დგება ხოლმე იქა და ამის მეც ჩვენ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავთ. თუმცა არსებობს რაღაცა მართლაც ესეთი ნიშნები, რომ რამდენიმე პარტია ეჩუმჩუმად დაიპარება რეგიონებში. იქ ნიშნავენ ხოლმე თავიანთ რაღაც რეგიონულ წარმომადგენელს. ანუ არსებობს ნიშნები, რომ მაინც ჩუმად ვიღაცები ამ არჩევნებში ემზადებიან. ღიად იძახებიან, რომ ისინი ამას ბოიკოტს უცხადებენ. კიდევ ერთი პროცესი, რაც მიდის და პრაქტიკულად შეიძლება ეს განვიხილოთ უკვე ერთგვარად წინასაარჩევნო კამპანიის ჭრილში, ხო? ეს არის კომისიის საპარლამენტო კომისიის მუშაობა. ფორმალურად ცხადი ამ შეხება არ აქვს არჩევნებთან, მაგრამ ცა ყოველდღიურად თითქმის მოსახლეობა ამას უყურებს, მოსახლეობა იხსენებს იმ პერიოდს, რომელიც ჩვენ გავიარეთ, მის სხვადასხვა ასპექტს. ხედავთ ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ძლევიან ჩვენებებს, ჩვენ ხედავთ ოპოზიციას, რომელიც პირველ რიგში ისტორიის სწორედ იმ მხარეს იმყოფებოდა, როცა ეს რეჟიმი არსებობდა და რომელიც დღეს ამ კომისიასაც უცხადებს ბოიკოტს, იმ იმედით, რომ იცით რა არის, მათ რაღაც გამოუვათ და გავუვათ, მაგრამ უკვე გაჩნდნენ პირველი პასუხისგებაში მიცემული პირები. ირაკლი ოქროაშვილი, რომელმაც არც კომისიაზე გამოცხადა, არც გირაო გადაიხადა და დააკავეს. და ესეთი ადამიანების ერთგვარი შორტლისტი არსებობს რა, რაღაცა რიგში არიან მდგარი ადამიანები. სანამ აი ამ სასამართლოზე გამოცხადება მოუწევს, ერთ-ერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს ვნახე ძალიან საინტერესო მისი პატარა კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად იცისო, ხელისუფლებამ რა არის გასაკეთებელიო დასავლეთთან ურთიერთობისთვისო. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ერთი და მეორე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ანუ ფორმალურად ეს პროცესი არც არასდროს არ შეწყვეტილა. შესაბამისად, კონკრეტულად რა ნაბიჯები იგულისხმება ამაში. ეს არ ჩანს და მეორე საერთოდ არ იგრძნობა აქ თვითრეფლექსია, რომ პირველ რიგში შექმნილ ვითარებაში სწორედ ოპოზიციას მიუძღვის ბრალი, რომელმაც მორიგ ჯერზე როგორც დამარცხებულმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირება ჩამოშალოს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება შედგება უმრავლესობისგან და უმცირესობისგან. პარლამენტში არსებული ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან. და როდესაც შენ ცდილობ ეს ფორმატი, იმიტომ რომ უკმაყოფილო ხარ შედეგით დაარღვიო, ბუნებრივია, რომ მიზნად გაქვს, რომ უბრალოდ ხელი შეუშალო დემოკრატიულ განვითარებას და სხვა წესები შემოიტანო. და ხა ეს სხვა წესები სად მიდის, აქ ვხედავთ. ანუ როგორ ფიქრობ შენ ეს პოლიტიკური პროცესის საბოტაჟი ამ მოახლოებული არჩევნების ფონზე სადამდე მიიყვანს ამ ოპოზიციას? ნუ პირველ რიგში ეს იქნება ისევ და ისევ მათთვის ცუდი. როგორც არ შესვლა იყო პარლამენტში, ისევ ისინი დაზარალდნენ სხვადასხვა სახით, ხო? ზოგადად მათი მიდგომა არის ძალიან ცუდი. უსამშობლო ხალხს რატო ეძახიან მათ, რომ ნუ თუ ჩვენ არ ვიქნებით სადღაც ხელისუფლებაში, ჩვენ თუ რაღაცა ეგრეთ წოდებული ვიგოდა არ გვექნება სიტუაციიდან, ქვაქვაზე ნუ დარჩენია ქვეყანაში. ეს ამაზროვნების ამ იდეის მატარებელი ხალხი არიან ესენი და ნუ ზოგადად იდეაც არ გააჩნიათ დაუშვათ ხელისუფლების სხვადასხვა ძალიან სწორი მესიჯი ქონდა, როდესაც წინასაარჩევნოდ დადიოდა რეგიონებში და თავარი იყო მათ შორის, რომ ომის თემა, რასაც ოპოზიციამ ვერაფერი ვერ დაუპირისპირა, იმიტომ რომ ეს ხალხი თავის შლეგური ბუნებით იმ 2008 წელთანაც ასოცირდება მათი უდიდესი ნაწილი და საზოგადოება კარგად იაზრებს და ნანახი აქვს მათ მიერ გავლილი გზები და ნუ მე რა უნდა მოხდეს ახლა მართლა ღმერთმა დაგვიფაროს რაღაც მოხდეს რა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩახტილი ჯაფარიძე იმას იზავს რა ქვია დაიცავს ჩვენ ქვეყანას ისევ ეს პოლიციელები ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენ უნდა ვიყოთ ხო ჩვენ გვახსოვს როგორ გაიქცნენ ისინი სააკაშვილი ხო ხავდა გორში და შემდეგ მთლიანად გაიქცა მთელი მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ქვეყნიდან ხო ზოგი სად გარბოდა ზოგი სად გარბოდა და ნუ აი ეს არის ოპოზიცია ხა
საბოლოოდ თავისთავი კიდე ერთხელ მაგას ვამბობ, თავისთავი უფრო დაიზარალეს ახლა. მე მახსოვს 2000 წინა მოწვევის პარლამენტებში ძირად არ გამოირჩეოდნენ ისინი სიარულის უნარით, რაღაც იდეებით, კანონ პროექტებით. აი ეგ არის და ეხლა თუ თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, მე გაწვევთ ნაწილი მათი მიიღებს, იმიტომ რომ ეს საბოლოოდ მათ განადგურებას უდრის, იმიტომ რომ რეგიონებში მათი შემორჩენილი პარტაქტივის, ასე ვთქვათ, დასაქმების ერთ-ერთი ადგილი არის საკრებულოები და თუ არ მიიღებენ, აქაც თვითონ დაზარალდებიან და მარტივად შევსება მოხდება იქ სხვა უამრავი ქვეყანაში არის 200 პარტია, ხა რეალურად რამდენი არის და ქაღალდზე რამდენია ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ნუ გარწმუნებთ ვიღაცები აუცილებლად გამოჩნდებიან და ხა მათი ადგილი შეივსება, ამიტომ ისევ და ისევ თვითონ დაიზარალებენ თავს და ხა საბოლოო ჯამში ნუ რა უყოთ ხა მათი არჩევანია და მე მათ ამორჩეველს მინდა მიმართო რომ ნუ კარგად გაიაზრონ ალბათ მოგწონთ და მე დარწმუნებულია უდიდეს ნაწილს მათ ამორჩეველსაც არ მოწონს ის გზა რაც მათ აირჩიეს სწორედ მაგიტოა ხო დაუშვათ ის ხმები რაც მათ აიღეს არჩევნებზე იმის ეკვივალენტური რაოდენობა ახლოსაც არ არის ქუჩაში გამოსულ რაოდენობასთან ხო ანუ 1%-იც კი იმ ხმების რაც დააგროვის იმის 1%-საც ვერ გამოყავთ ქუჩაში რატო იმიტომ რომ მათ ამორჩეველსაც არ ჯერა იმის რომ არჩევნები გაყავდა და ნუ ეს ხო სისულელი ან აი ეს თავისივე ამორჩეველთან ეხა გონიათ რაღაც ბაბში არიან და ეხა თავისივე ამორჩეული ხო იაზრებს რომ დაუშვათ 2020 წლის არჩევნთან შედარებით ოპოზიციამ აიღო 60,000 ხმით ნაკლები. კაი, ქართულ ოცნებას ჩაუყარეს რაღაცა გაუზარდეს ხმების რაოდენობა. თვითონ ანუ მათ ხმებს ნაკლები ხმა რო აიღეს წინა არჩევნთან შედარებით 60,000 ამას რა ახსნა აქვს? ხო, ანუ ამაზე რა ლოგიკური ადამიანი რო დამიჯდეს მეორე მხრიდან ოპოზიციიდან ამაზე რა პასუხი უნდა გამწეს და იგივეს იაზრებს ნორმალური ოპოზიციონერი ამორჩეული ხა. მე აბსოლუტურად და ჩვენ დარწმუნებული ვარ არანაირად არ უყურებთ ამ ხალხს რაღაც სხვა თვალით. პირიქით ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, მე პატივს ვცემ მათ არჩევანს და ისინიც დარწმუნებულია უდიდეს ნაწილიც ცემენ პატივს ჩვენს არჩევანს და იმიტოა ზუსტად რომ 1%-იც მათი არ გამოდის ქუჩაში. ეს არის რეალობა რა და ეს არის ნათელი სურათი. რაზე მინდა გადატანა აი კითხვის რომ ჩვენ კი იძახი შე რო აი 24 წლის არჩევნებზე ოპოზიციური ელექტორატი შემცირდა. ამის მიუხედავად ხშირად არის ხოლმე რომ აი მე ვისაც ველაპარაკები თუ რა ვიცი იშვიათად ნახულობ ხოლმე ვიღაცას აი საქმე გვაქვს ნეგატიურ არჩევნებთან ხო ჩვენ მივეცით ოპოზიციას ხმა ანუ საერთოდ რო აქცევდით ყურადღებას თქოს ვის იმიტომ რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მივეცით ხმა რომ თქვა დავიღალეთ აღარ გვინდა რა ასე შემდეგ მაგრამ საქმე ისაა რომ ეს ოპოზიცია არ იყო ერთობა იყო 4 სხვადასხვა პარტია ხო რომელსაც ბარიერი გადალახა ისე კიდევ უფრო მეტი. ისე იგი რაღაცა ნიშნით, როცა ოპოზიციას აძლევ ხმას, გიწევს ვიღაც კონკრეტული შემოხაზო, ხო? ანუ რაღაცა ლოგიკა ხო უნდა იყოს, რატო ხაზავ ერთს და არა მეორეს, რატო ხაზავ ნაცმოძრაობას და არა გვარამიას ან პირიქით, რატო ხაზავ ლელოს ან გახარიას ან პირიქით, ხო? ანუ ისე იგი მაინც შენ გიწევს აი ამ ნეგატიურ არჩევნებშიც კი ერთგვარი პრეფერენციის გამოვლენა რა, იძულებული ხდები თუ კი გინდა რომ ამას მიცე ხმა. მაგრამ რა ჩვენ არ ვიცით და რომელსაც გასცემს რა კითხვასაც ეს პასუხს გასცემს ეს არჩევნები იქნება ის რომ ამ ოპოზიционმა ელექტორატმა აი როგორ შეაფასა განვლილი პროცესი აი ამ პროცესში ხო რაღაცა პროტესტო მოძრაობა რო დაიწყო ოპოზიციის როლი აი მაგალითად პირველ რიგში ის რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება რომ არ შესულიყო პარლამენტში გამოეცხადებინა ბოგიკოტი მერე დარჩენილიყო მთლიანად რაღაც სიის და პარლამენტს მიღმა მერე ეწარმოებინა ეს რაღაც წინააღმდეგობა, რომელიც არასდროს არ დაასრულა და შეწყვიტა. წარმოედინა ალტერნატიული სამყაროს ხედვა, რომ ვითომ აქ არსებობს რაღაცა მათი საქართველოს და არსებობს სხვა, რუსული საქართველოს, ხო? ანუ ამას როგორ უყურებს შენი აზრით, აი სამომრჩეველი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ერთი ხო არ იქნება მანდ ფრუსტრირება და რაღაცა იმედგაცრუება, რამაც შეიძლება უბიძგოს ადამიანებს და საერთოდ არ მიიღონ ამ ფონზე მონაწილეობა და მეორეს მხრივ თუ ეს საპროტესტო ელექტორატი ან რაღაცა აქტივისტი პროტესტანტები ოპოზიციას ემიჯნებიან დაიბადება თუ არა აი ამ პროტესტიდან რაღაცა პოლიტიკური ალტერნატივა რა რომელიც იტყვის რომ აი მე ვარ ის ვინც ამას აპროტესტებდა ხო ნუ ბოლოდან დავიწყოთ ნაკლებად საუბრობ მგონია მე რომ რაღაც უახლოეს თვეებში რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა გასცეს იქ ვიღაცება
არის ვახუშტი მენამდემ და ვიღაცებმა რაღაც პარტია ჩამოაყალიბეს, არა, ვერ ჩამოაყალიბეთ, იმიტომ რომ რაღაცა პარტიაც არის, რაღაცა მოძრაობა გვინდოდა და იუსტიციის სამინისტრო არ გვახარვეზებს. ხო, ну ესეც სიმპტომატურია. სალსახად არავინ არ გაჩნდება უახლოეს თვეებში სამწუხაროდ. წუხილით აღნიშნავ ამას და არჩევნები, ოქტომბრის არჩევნები მე დღესვე შემიძლია გითხრათ, ჩვენ შევხვდებით ალბათ რამდენიმე თვეში და მე უბრალოდ დღესვე შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, რომ გამანადგურებელი შედეგი დასრულდება ოპოზიციისთვის, ამ არსებული 4 პარტიისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ნუ ვიღაცებმა შეიძლება რაღაც შედეგი დადონ, დაუშვათ ლელომ და გახარიამ რაღაც თავისთვის შესაფერისი შედეგი დადონ, მაგრამ მთლიანობაში აი ამ არსებული ოპოზიციისთვის ეს იქნება სრული განადგურება და ყველა ოლქში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ოპოზიციის ელექტორატის ფრუსტრირებაც ასე ვთქვათ მოხდება, რა თქმა უნდა, ფრუსტრაცია, იმიტომ რომ ის ნაბიჯები, რასაც დგავს ოპოზიცია, არ არის არც რაღაცა ჰეროიკული, თუნდაც ოქრუაშვილის დაკავება, ან სხვების და სხვების, ხო? გადაიხადე გირაო და არ გინდა მისვლა, გადაიხადე გირაო, არავინ არ დაგიჭერს. ეს არის ძალიან ლოგიკური. იგივე ხდება იმ პატიმრებთან დაკავშირებითაც. მე ჯერ ესეთი დავაკვირდი, თვითონ აცხადებენ 50 პატიმარი ყავს, 50-ზე ცოტა მეტიო, მაგრამ ნუ რეალურად ჩვენ იქი დავხედავთ დაახლოებით 20 ადამიანს. დანარჩენი 30 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და მე უბრალოდ ხა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ 50 ადამიანიდან ძალიან ბევრს უმეტესობას ეყოფა გონება, ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შესაბამისად შეიმსუბუქებს თავის ბედს. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ იქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც აი ამ პროპაგანდის მსხვერპლია და რატომღაც გონიათ, რომ ავიცი ეს მათი მოწოდებები რაღაც საზოგადოებაში მოჭიდებას პოულობს, თუმცა ეს ასე არ არის, როგორც ახლა ოქრუაშვილის შემთხვევაში. მე არავის დაჭერა არ მიხარია, თუმცა არავითარი ინტერესი დიდი საზოგადოებაში ოქრუაშვილის დაკავებას არ გამოუწევია, ხო? იგივე მოხდება თუ მოხდება გირჩი ჯაფარიძის დაკავებას, ახლა არაფერი ამაში განსაკუთრებული მოვლენა არ იქნება ეს და ნუ ეს კინო ნანახია, დიდი ხანია უკვე ნანახია და ავიცი მოწყენილი აქვს საზოგადოებას. ამიტომ ოქტომბერი იქნება, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ საბოლოო ფინალი, ბრძოლა მოგებული აქვს ქართულ ოცნებას. უბრალოდ აი მე სხვა ეთერებში ვთქვი, ეგრეთ წოდებული გაწმენდითი ოპერაცია მიმდინარეობს. ახლა დაუშვათ შენ აი ომის ტერმინია ეს რა, რომელიღაც ქალაქს რო აიღებ, შემდეგ რამდენიმე დღე გჭირდება, სანამ რაღაც კერები არსებობს იქ კიდევ წინააღმდეგობის ქალაქში, რომლის ჩაცხრობაც გიწევს და ნაწილები იქ ვიღაცები ჩარჩენილები არიან ქვაბში და ამ ხალხს წმინდავს აკყავს ტყვეთ და ზოგი ნუ გარბის ქალაქიდან. ასეთი რეალობაა დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე. ახლა ქართული ოცნება ასე ვთქვათ აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს და ოქტომბერში ეს წმენდა საბოლოოდ დასრულდება. აი ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ მოლოდინის მაქვს, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ, წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ მე გირაოს არ გადავიხდიდიო და საერთოდ ამ რეჟიმის მიერ დაწესებულ არანაირი ქმედებების შესრულების არანაირი სურვილი არ მაქვსო. ეს არის მასკარადიო, მაგრამ ეს ზურაბ გიჩი ჯაფარიძე ხო არის პოლიტიკოსი, ხო? ანუ ის აწარმოებს რაღაცა თქვა პოლიტიკურ კამპანიას ამ გაგებით, რაღაც თავის ამორჩეულთან მიმართებაში. ხანდახან გამოდის ხოლმე და იძახის როგორ უყარს ტრადიციები. ანუ ის ამორჩეულთან მუშაობს. აქედან გამომდინარე, თუ შენ მე მინდა ზუსტად აღწერო დღეს რა ვითარებაში ვიმყოფებით, რომ საქმე გვაქვს რასთან. უბრალოდ პროტესტი, რაღაც არ მოგწონს და ამ ჩუმ პროტესტად წარმოებ. თუ წინააღმდეგობის მოძრაობასთან და აი ამ სახელწოდების პლატფორმაც კი დააარსეს, ხო? ყოფილი პრეზიდენტის ეგიდით. თუ შენ ამ ფორმით დაწყებულია კამპანია. აი მე როგორც მივხვდი, მაგალითად კი არ აღიარეს, აი ამ ოპონენტებმა ერთგან დებატში ვიყავი, მაგრამ აი ამ რა ქვია მაგას ეს რაღაც მოკლედ ეს სოციალისტური კი არა. რაღაც ეს სოციალური მოძრაობა თუ ასე შემდეგ რა. აი ეს მარშში რო იღებენ მონაწილეობას, ეს მათთვის არის ერთგვარად კაპიტალიზაციის საშუალება. ხო, ამ პროტესტის საშუალებით, ჩემი აზრით, ეს თვითრეპრეზენტაცია უკეთ ცნობადობა გაზარდონ ამ გაგებით, ხო? რაც აბსოლუტურად სწორია პოლიტიკური ტექნიკის თვალსაზრისით. მაგრამ აი როდესაც ესეთი ერთკაციანი პარტიის ლიდერი ხარ,
სადაც ბოლოს ვინც იყო ამ ერთი კაცის ნომინალური გარემოცვა, უკვე ბოლოს ისინი წამოვიდნენ. რა ქვია დღეს ამას? ანუ ხო თუ რევოლუციას ვერ აწყობ, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, საერთოდ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებ, იძახი რომ ეს საერთოდ რეჟიმია და ცხოვრობ ამ რაღაც ინდივიდუალურ რეალობაში. იცი ამ კითხვას სამხოლმე აი თქვა ჩემი რესპონდენტები იძახიან ხოლმე რომ იცი რა არის რატო უყურებ ესე რატო უღრმავდები ამ პროცესს იმიტომ რომ შეუძლებელია ანუ რაღაცა ლოგიკის დანახვა ამ ქცევაში ერთადერთი ლოგიკა მეუბნებიან რითიც შეიძლება ეს აიხსნას არის ის რომ ეს ხალხი არ წარმოადგენს არანაირად ქართული პოლიტიკის სუბიექტებს ეს არიან ნომინალურად სუბიექტები რაღაცა ხელოვნურად დაშლილი ნაცმოძრაობის ფრაგმენტები რომლებიც თლიანად მოქმედებენ გარე კარნახით იქნება გარედან სიგნალი რომ ეხლა ეს უნდა გააკეთოთ. ის დამენე ესე იტყვიან გარედან რომ წადით მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, წავლენ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ნუ შენ ამდენად ეთანხმები ამგვარად დანახულ სურათს, რადგანაც სხვანაირად ის რაციონალური ახსნა მათი ქმედების რაღაც პერსპექტივაში. შეიძლება გავიგე რომ დღეს რაღაც კონკრეტულ მომენტში ადამიანი იძახის რომ აიცა მე ვფიქრობ არჩევნები გაყალბდა, იქ მათმა რაღაც 300,000 ხმა გააჩინეს, ჩვენ კი მივიღეთ ამდენი, მაგრამ ხელოვნურად მოხდა ხმების რაღაც გაბევრება, მე გაჟონა ამ გაჩენილმა ხმებმა. ანუ შენ შეიძლება რაღაცა რეალობას აღწერდე, ანუ ბრტყელი დედამიწის თეორია შეიძლება ავითარებდე, მაგრამ როცა შენ პრეტენზია გაქვს რომ თან ამ ორჩეველს ემუშავები, ხო ესე იგი რაღაცა უკვე ეს აღარ გამოგადგება ეს თეორია, ხო? შენ თუ რაღაც ბალისტიკის გათვლას თუ აპირებ და რაღაცის სროლას პლანეტაზე, ამას თავისი ფიზიკის კანონები აქვს, ხო და ეს ტრაექტორია სხვანაირად უნდა ბრტყელი დედამიწის თეორიით ვერ დათვლი ამ ტრაექტორიას. თუ ეხა სახში ზიხარ და უბრალოდ იძახი რომ დედამიწა ბრტყელია, შეიძლება ალბათ ამის გაკეთება. ხო და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? იმიტომ რომ უცხოეთიდან ჩანს რომ ხელისუფლების შეცვლისთვის მაქსიმალური გაკეთდა ეს მე ვერ მოხდა. შემდეგ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, მივიღეთ ერთგვარი ვაკუუმი, როდესაც ფოკუსში მოქცეული არის გლობალური საკითხები და შეიძლება საქართველოსთვის არავის არ ძალია და არა აქვთ ძალიან ზუსტი ინსტრუქცია. დღეს რას ვშვებით? ეს ყველაფერი ხდება ინერციით, ხო? ანუ მე არ ვიცი, მე მაინც არ ამოვდივარ ხოლმე აი ამ პოზიციიდან, რომ იცი რა არის, აი გარე კარნახს ელოდებიან. ესე რომც იყოს, ეს გადაწყვეტილება შიგნით ადამიანის გადასაწყვეტია. მან უნდა მიიღოს მონაწილეობა და თვითონ უნდა განასახიეროს, ხო, რაღაც ნაბიჯი. და ეხლა როგორ კი ქუდიც არ უნდა დაიხუროს რა ლოგოიანი ზურა ჯაფარიძე, მაინც საქართველოს მოქალაქეა და პარტია ქვია და რაღაცაში მონაწილეობას იღებს. როგორ ხსნი შენ აი ამ რაღაც სრულიად გაუგებარ პოლიტიკურ ნაბიჯებს? ნუ ორი მომენტია, რა თქმა უნდა, ისინი მართულები არიან, უბრალოდ აი სირუსელად მეც რომ ვიფიქრია, აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან პოლიტიკურ ველზე აქ და მათი დამკვეთებიც რატომაც გონია, რომ თლათ ტვინი არ გავზოვდეს თავიდან იმ ხალხსაც, იმიტომ რომ თუნდაც როთის ჩამოყვანა მისი ასე თქვა წინა პლანზე წამოწევა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მე ხა მის რაღაც არამედარი პრობლემა მასთან არ აქვს, მაგრამ ნუ ის და მისი იდეოლოგია ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და აი ესეც ვერ გათვალეს რა სხვა უფრო სხვა ტიპის უფრო ქარიზმატული ლიდერი შეეძლოთ შეერჩიათ უცხოელიც შიგნითაც ანუ რაღაცა აბსოლუტურად არანორმალური იდეები აქვს, აზრები აქვს, მაგალითად მე ვერ ვიგებ აი თუნდაც აი ჯარიმები რო იყო თქვეს რომ ჩვენ ავათო სასამართლოშიო გავასაჩივრებთო და ამითიო სისტემასო ჩამოშლითო სისტემაო გადაეტვირთებაო და ეს ჯარიმებსო ვეღარ დაგვიწერენო ნუ აი ეხა ასეც არ ვიცი მე ხა ამას რო იტყვი ეხა რა ტაქტიკაზე რა სტრატეგიაზე შეიძლება ლაპარაკი და არის კიდე ერთი მესამე ფაქტორი თუ ყიდიან რაღაცას ამით რაღაც გარკვეულ ფულს შოულობენ როგორც შალონ ათელაშვილი წლების განმავლობაში შოულობდა ნუ შემდეგ ეტაპობრივად მას ეს ფინანსები მოაკდა რა თქმა უნდა 30 წელი ერთი და იგივე ვერ გაყიდი პოლიტიკურ ველზე ერთი და იგივე იდეებს ერთი და იგივე განცხადებს და ხალხსაც მობეზდა და საბოლოოდ 0%-იანი პოლიტიკოსი გახდა ამ ხალხის ნაწილიც აქედან ამ აქტიურობით გარკვეულ ფულს შოულობს, იმიტომ რომ ნაწილი არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ნაწილი ოპოზიციის აქედან ამას ვამ ფულს შოულობს, რაღაცა ხერს ნახულობს ამ აქტიურობებიდან. აი ეს არის ძირითადი მათი ის ანუ რაღაცა მართლა
შორსჭრეტელი გეგმები მე ამას დიდხანს მიფიქრია, რომ იქნება არის რაღაც ისეთი, რასაც ესენი აანალიზებენ და ხედავენ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ მეორე მხრიდან, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა, ხა ერთხელ რო გადაული არჩევნებზე მეორეჯერ და 10ჯერ რო გადაული, ხო, ხა მე-10 საიუბილეო გამარჯვება იქნება ეს ქართული ოცნების და 9ჯერ რომ მოუგებ ხა ადამიანს, ხვდები რომ არაფერი რაღაც გიგანტური იდეები მის თავში არ დევს. ეხაც ეს არის უბრალოდ ფართხალია რაღაცას ფართხალებენ და აქედან ზოგი ფულსი შოვის რაღაცას, ზოგი კიდევ უფრო არაადეკვატური თავის პატრონის დავალებით შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. ზოგური შოვის თუ მონაწილეობას არ მიიღებს. ხო, ეგ არის, ხა მანდაც გაჭედილები არიან, ხა გახარია მაგიტო მიდის მაგარჩენებზე რომ ფული შოოს და რაღაც თავის თანაპარტიელები გადაარჩინოს. ანუ ფული გვერდზე იყოს, მაგრამ არ ხო მარტივია რომ თუ არიღებ მონაწილეობას, ხო? ეს ნიშნავს რომ ანუ აი როგორ ინსტრუქციას ეს მართლა მიმული რო იყო და ინსტრუქციასაც რო ელოდებოდე. შეხო ხვდები რომ იქიდან შეიძლება რაღაცამ დაიგვიანოს, ან საკმარისი ვერ მიიღო. აი აქ როგორ უნდა გააგრძელო, ანუ აი ამას ხშირად ვლაპარაკობ, რომ თუ იმ ფონზე რაც ახლა არის შექმნილი, შენ ან პოლიტიკურ პროცესში ან მონაწილეობ, ან არ მონაწილეობ. თუ მაგალითად საკომისიო კომისიის საგამოძიებო პროცესში არ მონაწილეობ, აგერ ხედავთ რომ დაიწყო მუშაობა ამან, გაფრთხილება, შემდეგ დაჯარიმება, შემდეგ რაღაცა სასამართლოში დაბარება, მერე ან წინასწარი პატიმრობა, ან გირაოს სიხდი. ბოლოს მაინც გასამართლდები, ხო? ბადრი ჯაფარიძის რაღაც უკვე წინა სასამართლო პროცესი იყო უკვე დღეს. მან გირაო გადაიხადა, მაგრამ არ მივიდა კომისიის გამოძახებაზე, ხო ეს? ხო და ამ არჩევნებში როცა კი ვერ ნახავს ამორჩეველი შენს ნომერს ბიულეტენში, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ ანუ შემდგომ რა პერსპექტივა. ანუ იქნება ეს გამოდის, რომ მხოლოდ აი ეს გარშემო საერთაშორისო ვითარება შეიცვლება და რაღაცა დღეს თუ არ არის ეფექტური ოცნებაზე ზეწოლა, ხვალ გახდება ეფექტური. მაგრამ აი საერთაშორისო ვითარების ანალიზი გვაძლევს ჩვენ იმის დასკვნის საშუალებას, რომ შეიძლება მართლაც ესე მოხდეს, ანუ ველოდებით ამ დროს. უყურეთ, მე არ ვიცი ახლა გარეთ და შიგნით რა ხედვები აქვს დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ ახლა პრაქტიკამ და წლებმა აჩვენეს და ახლა ვინც ვიცნობთ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს, ვიცით რომ ახლა ვერავით არის ზეწოლა მასზე და მის გუნდზე შედეგს ვერ გამოიღებს, პირიქით უკვე შედეგი ექნება, ამას ვარწმუნებ ყველას. ეს გამოჩნდა ამ გუნდმა გაუძლო არაერთ გამოწვევას, არაერთ სირთულეს, თუმცა ვერავით არის სანქციებით ისინი ვერ შეშინდნენ და არ ვიცი მე ხა, რა ვიცი, რა სანქცია უნდა იყოს ისეთი, ხო? სანქცია, რა თქმა უნდა, დისკომფორტია, თუმცა როდესაც შენს უკან დგას შენი სამშობლო, შენი იდეალები ღირსება, არ ვიცი, ვერანაირი სანქცია ვერ შეგაშინებს და ივანიშვილის ოჯახის წევრებმაც გუშინაც და გუშინწინაც გაიმეორეს. ხო, მაგრამ ეს სანქცია რისთვის, ანუ ერთგვარად ნონსენსი გამოდის ის, რომ თუ კი ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ არ მოგწონდა და არ მოგვეწონა ის არჩევნები, რაც ჩატარდა, და ეხლა მოდი ჩაატარე რაღაც ახალი არჩევნები. ხო, ძალიან დიდი ხანი ხო იყო ეს მოთხოვნა, აი ახალი არჩევნების მოთხოვნა. და არის აგერ არჩევნები დანიშნული. მაშინ ძალიან ცოტა ხვდებოდა ამას, რომ იცი ამას რო ვითხოვთ, ამაზე პასუხად მივიღებთ, რომ არის აგერ ახალი არჩევნები. და ეხლა უკვე ეს მოახლოვდა ეს თარიღი, ხო, პრაქტიკულად აგერა. ერთ კვირაში აგერ ზაფხულია უკვე და ოქტომბრის დასაწყისში არჩევნები. ანუ ეს მოახლოვდა უკვე რეალ, მანამდე ვერაფერი ვერ შეიცვალა. მე რა ის თქვა მინდა, იცი რომ ყოველ დღე რო გადის, უფრო და უფრო ვიწროვდება ეს ყულფი და უფრო რთული ხდება განსხვავებული დღის წესრიგის შემოტანა. აი გახარია რომ იჯდა რაღაც ფაზებს რო ითვლიდა, ხო გახსოვს რომ ჯერო ლეგიტიმაცია არ უნდა ქონეთო, მე აღიარება არ უნდა ქონეთო, მე რაღაც ეკონომიკური მარყუჟი უნდა მოუჭიროთ და სანქციები უნდა დაუწესდეს მათ შორის ქვეყანას აქ მარტო ადამიანებზე არ იყო. იქნება უვიზო. ეხლა ნახეთ რომ ეს ფაზები, რო ითვლიდა ეს ფაზები ყველაფერი გავიარეთ რა. და ამ ქვეყანამაც გაიარა ეს ყველაფერი და დღეს გვაქვს აი ამ სიტუაციაში. რაღაცა წყალწაღებული თუ რა ქვია, წყალწყალა მეგობარი აქტის, რომელსაც სახელით შეუცვალეს, შინაარსით შეუცვალეს, მე აღარ ვიცი იქიდან რა დარჩა და რაღაც რამდენიმე რეზოლუციის მეტი ხელთ არაფერი არ დარჩა და ეს დღე მოდის და არაფერი არ ეთყობა ხელით. პირიქით, ხელისუფლებაში ვხედავთ განსხვავებულ პროცესს თლიან. ჩვენ ვხედავთ შიდა ძალაუფლების კონსოლიდაციას. ამას ხანდახან აი ვერ ვხვდები ადამიანები საცხოვრებენ, როცა ხელისუფლება არის აგონიაში იძახიან, მას რაღაცა ეშინია. ანუ ხედავთ პროცესს, როდესაც პირიქით ხდება გადახალისება, იცვლება შიგნით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ჩვენ ხედავთ პრემიერი კობახიძის უფრო მეტ ყოველდღიურად მეტ და მეტ ეფექტურ გადაწყვეტილებებს და მართვას. აი ამ ფონზე
რა აძლევს ვიღაცას იმის საშუალებას, რომ თქვას, რომ იცი რა არის ეს არჩევნები არ იქნება. როგორ არ იქნება? თუ არჩევნები ტარდებოდა, თუ ახალი არჩევნები გინდოდა. ჯერ ამ არჩევნებში აჩვენე რას აპირებ. ან მე თქვას, რომ მე არ ვიცი რა თქოს, განსხვავებული დღის წესრიგი არ ჩანს. ხო, არა. თუ სწორად ასე ვთქვათ, მიუდგები ამ არჩევნებს და მოიგებ, ეს აპრიორი ნიშნავს ოპოზიციიდან თუ მოიგებ, აპრიორი ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლებას ცვლი რა, ამის სერიოზული შანსი გაქვს, იდეალური არჩევნებია, თუ ეხლა დიდი ქალაქები მოიგე, ეს რაღაცა წინაპირობაა, მაგრამ ამის ნიშანწყალი არ ჩანს და არ ვიცი, კიდე ერთხელ მაგას ვამბობ, ცოტა რთულია ამათ მიყვე რაციონალურად და ადეკვატურად რა, რასაც ეტყვიან პრინციპში იმას გააკეთებენ. საბოლოოდ მოწყვლადები არიან რეალურად. შენ თუ გახსოვს საერთოდ ოდესმე ესეთი მდგომარეობა და ვითარება. აი მე მაგალითად ვერ ვიხსენები და აი მეცაც გეტყვი, ეხლა რაღაცა ახალი სცენარისთვის დამჭირდა რაღაც წიგნების გადაკითხვა და ეგეთ რაც არ მახსოვდა, ეგეთ ფაქტს წავაწყდი, რომ როდესაც სამოქალაქო ომი მოხდა ჩვენთან, ხო იყო ეს 92-95 წლის პარლამენტი, ხო? საუზენაის საბჭო რაღაც გაიქცა და ომი იყო. შემდეგ ზვიად გამსახურდია დაიღუპა უკვე 94 წლის ახალ წელს, ხო? 95-ში ჩატარდა მე ჩვენთან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და აი ამ დროს ხდება კონსტიტუციისზე მუშაობა, შემდეგ ამის მიღება. და იქ მოკლედ ესეთი რაღაცა ვნახე რომ რაც არ მახსოვდა რომ მართალია უკვე 93-ის ბოლოს ანუ ახალ წელს ხო პირველი პრეზიდენტი უკვე გარდაცვლილი იყო მაგრამ რაღაც ძალები არამგვარი მაგიდის სახელით მაგრამ რაღაც აი ზვიადის თვალი რაღაც მოკლედ ზვიადისტური ძალები შეიძლება ესე ითქვას არსებობდნენ და ისინიც მიხვდნენ რომ ნუ ეხლა რა უნდა ვქნათ ხო არ გავქრებით და კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას. ქმნიდნენ ალტერნატიურ პროექტს და აგზავნიდნენ კომისიაში. შემდეგ არჩევნებშიც რაღაც სახელებით იღებდნენ მონაწილეობას. ხვდებით, ან ისინიც ხვდებდნენ, რომ შენ ან გაქვს ომი, ან ამას ვერ გაიმიჯნებ. აი წარმოიდგინეთ, ეხლა ვისაც ახსოვს და მოესწრო იმ დროს, რა დონის დაპირისპირება იყო და როგორი გახლეჩილი იყო საზოგადოება და იქაც კი, აი იმ საზოგადოებაშიც კი, ნუ პრინციპში რა კი ომი დასრულებული იყო, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ანუ მაგიტომაც ვიზახე რომ მე ამის პრეცედენტი დღეს შექმნილ ვითარებაში ადამიანი ამბობდეს რომ არის პოლიტიკური ძალა და თან ისე იქცეოდეს და ძალობა გამოიხატება იმაში რომ მე პროცესში მონაწილეობას არ ვიღებ. მე ვერ ხვდები ამის ანალოგის ადარსებას. აი შენ თუ გახსენდება რამე იქნება. უყურე, მან განსხვავება რა არის იმ ხალხს და ამ ხალხს შორის. არის პირველ რიგში რომ მათ უდიდეს ნაწილს ვიზეც შენ საუბრობდი, იმათ სამშობლო უყვარდათ, სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და კეთილდღეობისთვის და მათი უდიდესი ნაწილი რა თქმა უნდა პატრიოტები იყვნენ და ამათგან განსხვავებით რაღაც აგენტები არ იყვნენ, რომელსაც და ვიღაცა რამნიშნულობა აქვს საიდან აგენტია, დასავლეთის იქნები თუ აღმოსავლეთის რაღაც პოკერიას უხაროდა რომ ესო თუ ამერიკის აგენტი ვარო, ესო კარგიაო, ამას შეურაცხყოფა თუ არ ვიღებო, მე პირიქითო კომპლიმენტიაო ჩემთვისო და არ ვიცი, ხა ჩემთვის აგენტი და ყველა ნორმალური ადამიანისთვის, სხვა ქვეყანაზე მომუშავე ადამიანი, რბილად რო თქვა, მიუღებელია და ეგ არის რეალობა და ახლა რაც ხადი არ მახსენდება ახლა რა ვიცი რა ლოგიკის მატარებლები არიან რა ინტერესია არჩევნებში არ მიღებით რა ხერის ნახავენ წარმოდგენა არ მაქვს და ნუ საბოლოოდ მე მაინც გონია რომ მათი უდიდესი ნაწილი თვითონაც იაზრებს და დასავლეთშიც იაზრებენ რომ ეს კერძი რომელიც მრავალი წელი იხარშებოდა გულისხმობ რევოლუციას, სულ ამაზე იყო პრინციპში აქცენტი. საბოლოოდ აი მოვლენებმა, დეკემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ პრაქტიკაში ამ კერძის მოხარშვა და მაგიდას დადება და განხორციელება, ანუ პროცესის არის შეუძლებელი. სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა ადეკვატურად და საბოლოოდ მოკლა მათი იმედები რაღაც არჩევნებზე ხო ცხადი იყო და აი ამ რევოლუციური სცენარის იმედი ვისაც ჰქონდა ის სცენარიც მეორე სცენარიც ჩავარდა და ეხა ნუ აი კიდე ერთხელ ლოგიკურად მათ მიყოლას და თქმას აზრი არ აქვს, რასაც ეტყვიან დასავლეთიდან და აქაც რა ვიცი სიტუაციურად რასი მოქმედებენ, როგორი მოქმედებენ. ეხლა ნიკა გვარამიას, რომელიც აღიარებს, რომ მას ქონდა რაღაც
გონებრივი პრობლემები ხო ხა არ მინდა დეტალებში შევიდე. ახლა ამ ადამიანს რაღაცა რაციონალური მოქმედებაზე მოწინავე პარტიის ლიდერი ის არის პირველ ადგილზე ოპოზიციაში ისინი გავიდნენ და ახლა ამ აზროვნების ადამიანს ახლა რა ვიცი რა სამწუხარო ის არის რომ მსგავსი პერსონაჟები არსებობენ სამწუხარო ის არის რომ ამ მრჩეველის მოტყუება ხდება მათი და აი რაღაცა აი ამ გაუყვეველი რაღაც соусით მათი არჩევანზე ზემოქმედება. დარჩენილ 5 წუთში რომ შევეხოთ აღარ მინდა ოპოზიციას ლაპარაკი და უბრუნდეთ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, რომელმაც პირველ რიგში მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერ კობახიძის ღია წერილი, რომელიც იმიტომაც იყო ღია, რომ გარდა ამერიკის პრეზიდენტისა ის ქართულ საზოგადოებასაც წარმოუდგენდა მისეულ ხედვას და სურათს მიმდინარე პროცესის, რომ აბსოლუტურად უსამართლო და გაურკვევლად ხდება, თქვა პოლიტიკური ზეწოლა და თან ამავე დროს ეს წერილი ადასტურებს რომ ვერნერი გადახრა იმ პოზიციებიდან ვერ მოხდება და მეორე მხრივ არსებობს ეს ღია კარი. ჩვენ ვხედავთ რომ რითიც დავიწყეთ გადაცემაზე კომენტარი რომ ჩატარდა ეს 17 მაისი ოჯახის წმინდის დღე და ჩვენ ვნახეთ 10,000-ობით ადამიანი გამოსული მართლა მდინარესავით მომდინარე რუსთაველის გამზირზე და რაც ძალიან ისე დამთრულნავად იმოქმედა ოპოზიციაზე, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან ქვეტექსს, რომ აი აქ მიუხედავად ეგიდისა, ვინ არის ეს ხალხი, ვინც გამოდის და ვინ არის ის ხალხი, რომელიც აი ამ ჭყალებში უწყვეტ პროტესტს ამაგრებს, ხო? აი ამ ფონზე მოდის 26 მაისი, დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე და რომელიც არის ხოლმე უფრო და უფრო ისეთი რა, სუვერენული ღონისძიებები. აი შენ როგორ უყურებ დღეს ხელისუფლების მდგომარეობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან. ხო, პირველ რიგში მე გადაცემა ამიტომ დავიწყე, როდესაც საუბრობდი მცირე მასშტაბის ქვეყნებზე, მათი მთავარი ამოცანა არის გადარჩენა და ეს მე შემთხვევით არ მithქვავს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ ჩვენ ხელისუფლებას უთხრა, ეს არ არის რაღაცა გადაჭარბებული სიტყვები, მეორე მეტყვის რომ ესე უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, მაგრამ მართლა ჩვენ ვიცით და მე ვიცი პირადად და თქვენც იცით რა ზეწოლა მოდიოდა ომის დაწყების დღიდან და რა რთული დღეები გაიარა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ და გაუძლო ამ ზეწოლას და ახლაც ეს წერილიც აბსოლუტურად დროული იყო და ზუსტი იყო და მათ შორის მისი საჯაროობა იყო უმნიშვნელოვანესი, რომ ქართულმა საზოგადოებას დაინახოს რეალური სურათი თუ რა ხდება. არაფერი რა პირველ რიგში შენ მოსახლეობას უნდა უთხრა ის რაც ხდება და რასაც აკეთებ, ხო და საჯარო უნდა იყოს და გამჭვირვალე და სწორად ამას ემსახურებოდა ეს წერილიც და ნუ აი ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ გვართებს სიფრთხილე, რასაც ვახორციელებთ კიდევაც და მეტი დაკვირვება მიმდინარე პროცესებზე. ხა ჩვენ ვერაფერზე სამწუხაროდ ფაქტორი ვერ ვიქნებით, ჩვენ უდიდესი სახელმწიფოები არიან ჩართული აი ამ დაპირისპირებაში და უბრალოდ უნდა დავაკვირდოთ, ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან. ელვისებურად იცვლება მოვლენები და ამას რა თქმა უნდა ჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გამოშვება დასრულებულია და უკვე შუადღის პოლიტიკა ეთერში დაბრუნდება ხუთშაბათს. მანამდე გემშვიდობებით დროებით.